გამარჯობა, საქმის კურსი იწყებს თქვენს პირდაპირ ეთერში მუშაობას, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღობა. მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, ქვეყანაში 316 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლები. 9 თვეში ინვესტორებმა ქვეყანაში ჯამში მილიარდ 388 მილიონი დოლარი ჩადეს, ინვესტიციების მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ვალდებულებების გასტუმრებამ, ხოლო მესამე კვარტალში ვალდებულებების გასასტუმრებლად ქვეყნიდან 603 მილიონი გატანა მოხდა. რაც შეეხება სექტორებს, 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი FDI საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობების სექტორებში განხორციელდა 80.2 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 25.4%-ია, მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი 61.900.000 დოლარით, ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციების სექტორი 41 მილიონი დოლარით. ვინ არიან ტოპ ინვესტორი კომპანიები და რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა ყველაზე მეტი FDI ერთ საათში, მეტი დეტალით ჩემი კოლეგა ელენე გოგბერაშვილი შემოგვიერთდება. DRG მოდელი მშობიარობისა და საკეისრო კვეთისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უკვე ერთი თვეა მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსებამ მოდელი შეიცვალა და ახალი ტარიფები განისაზღვრა. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის 1222 ლარით განისაზღვრა, ამასთან დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმს, აყვანას და გაუტყივარების საფასურს, ასევე მედიკამენტების კვების პალატის სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. ჩვენების გარეშე პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთთან VIP პალატის მომსახურება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. დაფინანსების გაზრდას იწონებენ პროგრამაში ჩართული კლინიკები, თუმცა მომსახურებების, მათ შორის პერსონალური ექიმის აყვანის საშუალების გაუქმებას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. რა შეცვალა DRG მოდელმა სამშობიარო სახლებისთვის და პაციენტებისთვის, რა გამოწვევებს ხედავენ ექიმები და სად არის გამოსავალი, ზაზა სინაურიძე, მიან გინეკოლოგი 15 საათს და 30 წუთზე უპასუხებს საქმის კურსის კითხვებს. GMP სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო ფარმაცევტულმა ქარხნებმა წარმოებების განახლება ამ დრომდე ვერ შეძლეს. ამის შესახებ ფარმაცევტ ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ BMG-ს განუცხადა, როგორც გოგიბერიძე ამბობს, 51 ქარხნიდან ამ დროისათვის მხოლოდ 4 ქარხანა აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და ახლობით იგივე რაოდენობა კი წარმოების გადალაგების პროცესშია. GMP სტანდარტის დაკმაყოფილება ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის საკმაოდ დიდი ინვესტიციების განხორციელების თემა და პლუს გარდა ინვესტიციებისა, გარდა ტექნოლოგიებისა და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, პროფესიონალი თვითონ სტაფი, თვითონ შემადგენლობა, რომელმაც ამ წარმოებაში უნდა იმუშაოს. ამ მიმართულებითაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავიკვეთნით. 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად ყველა მიმართულებით შეჩერებული იყო მუშაობა, ისევ და ისევ პანდემიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, და აქედან გამომდინარე, ბევრმა წარმოებებმა სამწუხაროდ ვერ მოახერხა სერტიფიცირების გავლა. სტანდარტი აუცილებელია, ამაზე ჩვენ ყველანი ერთად დავხვდებით. უბრალოდ შესაძლებელი იყო, რომ ეს ეტაპობრივად მოხდარიყო, ამას ჩვენი ასოციაცია ჯერ კიდევ 2019 წლიდან ითხოვდა და ჰქონდა ჩვენ ამაზე წარმოდგენილი ეტაპობრივად გადასვლის გეგმაც. თუმცა მაშინ ეს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არ იქნა გაზიარებული და მივიღეთ ის შედეგი, რა შედეგიც დღეს გვაქვს. როგორ მიდის ბაზარზე GMP, GDP სტანდარტების დანერგვის პროცესი, შეძლეს თუ არა ქარხნებმა წარმოების გადაწყობა და რა რისკებს ხედავენ, როგორც ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები, ისე დარგობრივი ასოციაციები, ანუკა ჯოხაძე შემოგვიერთდება შეფასებებით მომდევნო გამოშვებებში. კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა. გზის მონაკვეთი თბილისის აგარეჯოს 35 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის პირველი მონაკვეთია. გზის მშენებლობა ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონი ლარი იყო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით თბილისის აგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილი 31 კილომეტრის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა, თბილისის აგარეჯოს 35 კილომეტრიანი მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალისა და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობის ღირებულება საერთო ჯამში 527 მილიონ ლარს აღემატება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის პროგრესი, რომელიც გვაქვს კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით და პირველი გახსნილი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ამის დასტურია, თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს,
ის გეგმაზომიერი პროგრესი, რომელიც დარჩენილ ორ მონაკვეთზე გვაქვს, 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელთა დასრულება უკვე გაისად არის დაგეგმილი და დღეს მდგომარეობით პროგრესების გათვალისწინებით ყველა საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ეს გეგმა ნამდვილად შესრულებადი არის. ასევე მაღალი პროგრესი არის უკვე საგარეჯო შემოვლითის მონაკვეთზე, სადაც რეალურად უკვე საფარი მოყვანილი არის ნაწილი მონაკვეთის მოყვანილია უკვე ქვედა საფარში და შესაბამის სამუშაოებიც გრძელდება. 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება. ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4,504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტი აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. აეროპორტების გაერთიანების ცნობით 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზი არის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება, ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და ქუთაისის სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კურორტ ნუნისის მიმდებარე სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი. უწყების ცნობით და ინფორმაციით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალების შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში. კანონდარღვევებს დაურეგისტრირებელი სახერხი სახელმწიფო ტყეში ჰქონდათ განთავსებული და ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ახორციელებდნენ. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში. დღის მთავარი ეკონომიკური და ბიზნეს სიახლეებით 13:40 წუთზე გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დროებით.